სკოლების შესასვლელში მინიმუმ 2 ვიდეო კამერა დამონტაჟდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო და ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა. დოკუმენტით ფართოვდება რეგულაციას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა. მათ დაემატა კერძო და საჯარო სასწავლო დაწესებულებები, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, სიგარა ბარების, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობა. ვიდეო კამერების ჩანაწერები არანაკლებ 30 დღისა და არაუმეტეს 6 თვისა უნდა ინახებოდეს სათანადო დაცულ ადგილზე. განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლების დაცვას. პირველი და უმთავრესი, ვისი ინტერესის სფეროა ეხლა ამ დადგენილების გამოსვლის შემდგომ ამ ვიდეო თვალების სკოლაში დამონტაჟება და რა თქმა უნდა კონტროლის მექანიზმი ვის ინტერესში შედის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, თორე ის რომ გაკონტროლდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაშაული მოხდეს სკოლაში, რა თქმა უნდა ამისთვის კარგია, თუმცა ამ ფუნქციას ასრულებს მანდატური სამსახურიც სკოლაში და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია სად დამონტაჟდება ეს ვიდეო თვალი.